მე ვარ ბარბარა ჯინჭაძე 7 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი ყვავილის და ხატვა, მზის და გოგონის. ყველაზე ხშირად ვხატავ ჩემს სახლს. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ ადრე სულ წითლად ვაფერადებდი და მომწყინდა. ადრე ვხატავდი ფანქრებით და ახლა ფლომასტერებით. ყველაზე რთულია მზის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ ხატავთ 4 კუთხეს, მერე 3 კუთხეს, ასე ისევ სახლში 4 კუთხეს, აქედაც 4 კუთხეს, მერე ხაზი, აქაც ხაზი, მერე ასე 4 კუთხეს ისევ წრეს და აქ ასე რაღაცნაირად ბუხარს და ისევ იმას 4 კლი რა მოდის. ბუხარს. მერე ვხატავ ეზოს, ხეებს და ყვავილებს. და ყვავილები. და აქედაც. და მზეს ბოლოს, რაც მთავარია. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაგ 26 კარგი ნახატი. ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მაგ ნახატზე ხატია ზღვა და ზღვაზე ნავი. ნახატები ჯერ არ გამიყიდია და მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 20 ლარი. ერთხელ მოვაწყე გამოფენა გაყიდვა. ანუ რაღაცა თამაშები ასე დავალაგე და ისე ჩემი მეგობრები ამბობდნენ, აბა იყიდეთ სათამაშოები, იყიდეთ და ხალხი მოდიოდა და რამდენიმე ლარს გვაძლევდა. ერთმა კი არც იყიდა და ისე მგცა ფული. მე ფული როცა მაქვს ხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია მემდევსი. საყვარელი საჭმელია სუპი. ნახატებს ხშირად ჩუქნი მეგობრებს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. მაგრამ ამ ბოლო დროს მოაქვს ცოტა. ალბათ აღარ აქვს ბევრი ფული და მაგიტო. საერთოდ ჩუქა თოვლის ასაღები, იმიტომ რომ მე ვერ ვაკეთებდი თოვლს. კიდე მძივები და შოკოლადები. წელს მინდა მეთქოს სახატავი ნივთები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 91 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ზაზა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ არის ბევრი ბავშვი და კარგი და კეთილი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკო. ყველაზე ჭკვიანია ლილე. ყველაზე მშვიდია ლილიანა. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ქეთინო დუმბაძე. იმიტომ რომ კეთილია, თბილია და მხიარული. ჩემი აზრით ყველაზე მეტად მე მიყვარს ქეთინო მასწავლებელი. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე ხატვარი. თუ ხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მოცეკვავე, იმიტომ რომ ცეკვა ძალიან მიყვარს. უკვე 3 თვეა ვცეკვავ ანსავ მეზღვაუში. ჩემი ცეკვის მასწავლებელია იზო მსხალაძე. იზო მასწავლებელი არის კეთილი, თბილი, მხიარული, ბავშვებს კარგად ასწავლის ცეკვას და მე უყვარვარ განსაკუთრებით. ჩემი საყვარელი ცეკვა განდაგანა. საყვარელი ეთია ქართული. კონცერტი არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, რომ ჩემმა ძმამ არ მომიშალოს ნერვები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს 1 და, იმიტომ რომ 2 ძმა და ნერვებს მიშლია. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია მახო. ის არის ცელქი, ჭკვიანი და ზრმაცი. მეორე ძმა არის 6 წლის და ქვია მათე. მათი არის მხიარული, კბენარა და მწყენარა. ჩემი აზრით მახო რო გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მათი ალბათ გამოვა ტაქსის მძღოლი. მამიკო არის მშრომელი, უშიშარი და ბავშვი როცა შეეშინება გვერდის უდგას. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, ზრუნდუმელი და კბილი.
ჩემი საყვარელი მულტფილმია კუნგ-ფუ პანდა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდა, ჩემ ძმას დიდ ფეხბურთელად გადავაქცევდი. ის გახდებოდა მიქაუტაძეზე კარგი ფეხბურთელი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სწრაფი სუპერძალა. შემდეგი მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი. ბედნიერება არის თოლში გუნდაობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.